არჩივდება ერთგულებას მისი თელს სიცოცხლეს ერთ ღიმილში გიწვლის არჩივდება ერთგულებას მისი თელს სიცოცხლეს ერთ ღიმილში გიწვლის სულ ერთია ღამეა თუ დღეა თუ თვალებში ანდებული მზეა თუ ერთმანეთს ათმობს ჩვენი მზერა მე ასეთი სიყვარულის ღერა ხალისი შემოიტანეს სტუდიაში. და ხო უკვე ჩვენთან მაგიდასთან შემოიტანეთ ეს ყველაფერი გააგრძელეთ. გამარჯობა. გიორგი ძოწაინძე და გიორგი გრიგალაშვილი შემოგვიერთდნენ. დანარჩენ ბიჭებს დიდი მადლობა შესრულებისთვის. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. პრეზენტაცია, სტუმრობაც, მეგობრობაც ურთიერთობაც. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა. ეს ტელევიზია პრემიერ მოგზადებით ჩვენთან. დიდი მადლობა. ზუგდიდელები თქვენ ისე შეხვდნენ მე მახსოვს ისეთი განსაკუთრებული შეხვედრა მოგიტყვეს. თავად იცით რას ნიშნავს საპატიო? სხვათა შორის ხვალ გვიწევს კიდევ ეგ ბედნიერება რომ განვიცადოთ და ანუ ხვალგავთ კონცერტი ზუგდიდში. კარგი, მანამდე ამ სიმღერას მივხედოთ ახლა და გავარკვიოთ ცოტა მეტი დეტალი, იმიტომ რომ ეს იყო სატელევიზიო პრემიერა, არაჩვეულებრივი შესრულება მოვისმინეთ და სიმღერის სახელია ჩემი გული. და უფრო მეტი დეტალი ვისი ავტორობით არის შექმნილი, რატო გადაწყდა ეს სიმღერა და ასე შემდეგ, უკვე თქვენ წარგვიდგინეთ ჩვენს მაყურებელს გააცა. არ მოგვილაპარაკები ერთმანეთში ვინ რა სიტყვა და არა დაიწყება, არ არის პრობლემა. კაი, ესე იგი ეს სიმღერა ჩავწერეთ ჩვენს მეგობართან ზაზა გოჩიტაშვილთან ზე სტუდიოში, სადაც ჩვენ ძირითადად ყველა სიმღერას წერთ ხოლმე. დიახ. მინდა აქედან დიდი პატივისცემით მოვიკითხო ჩვენი მეგობარი ზაზა, იმიტომ რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის პროფესიონალი და გვიხარია მასთან თანამშრომლობა ყოველთვის. ამ სიმღერის ავტორი გახლავთ მარინა გოჩიტაშვილი, რომელთანაც თანამშრომლობამაც ძალიან წარმატებით ჩაირა და ეს არაჩვეულებრივი სიმღერა ძალიან გემრიელი, ლამაზი გამოვიდა და დიდი იმედი მაქვს რომ მაყურებელსაც მოეწონება. მარინას მოვიკითხავ სტუდიიდან ესეთი 20 წელია ვიცნობ სხვათა შორის და ხშირად რატომაც არ ჟღერს ხოლმე მისი სახელი აი ტელევიზიაში და არის ვფიქრობ ძალიან გამორჩეული ქალბატონი თავისი მოღვაწეობით მე. ზუსტად ეგრეა და დროა უკვე რომ ხშირად გაჟღერდეს ხოლმე მისი სახელი და გვარი ნამდვილად და ქალბატონი ირინა სანიკიძე არის ამ სიმღერის ტექსტის ავტორი. ეს ჩვენი ასე ვთქვათ გენიოსი ქართველი ასე ვთქვათ სიმღერების ტექსტების შემქმნელი ადამიანი, კი ბატონო, საოცარი ადამიანი და რა ვიცი, ეს არის რაც არის. როგორი კეთილშობილია ეს გიორგი, არასოდეს არ ავიწყდება სხვისი ღვაწლის აღნიშნა. აი, იმიტომ არის პროფესიონალი. გიორგი, თქვენი ჯგუფი შეიქმნა 2000 წელს, უკვე 15 წელს ითვლის და მე არაერთხელ მithქვამს და ახლაც მინდა კიდევ ჩვენს ეთერში ვთქვა, რომ ძალიან ბევრჯერ შევხვედროთ, აი ხვალ ზუგდიდში გაქვთ კონცერტი სხვადასხვა რეგიონებში, ქალაქებში, კონცერტებზე, ისეთი კერძო კონცერტებზეც და ყოველთვის ვინც არ უნდა მღეროდეს და ვინც არ უნდა იყოს შემსრულებელი, როდესაც ურსა გამოდის, უცბა, დიდი, პატარა, ყველა ცეკვავს, ყველა მღერის ზეპირადიციან თქვენი სიმღერები და აი როგორ ფიქრობთ? კონკურენციაც დიდი ახლა საქართველოში ამ ხრივ ვერ იტყვი რომ არა, მე ყველა შემსრულებლის თითქმის სიმღერების ზეპირადიციან ქართველებმა, მაგრამ აი რით გამოირჩევით? რატომ შეგიყვარათ ასე ქართველმა მსმენელმა? გრიგალ, მოდი შენი აზრი ძალიან მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, აი ძალიან მოკლედ შემიძლია მაგას პასუხი გავცე, ალბათ ბუნებრივობით. ალბათ იმით რომ გულახდილები ვართ ჩვენ მსმენელებთან და
იმ ემოციას და იმ სიყვარულს, რაც მათ მიმართ გაგვაჩნია, ესე ბუნებრივად გადავცემთ კონცერტზე მათ. მე დავამატებდი კეთილშობილები. ამასაც გწნობს მსმენელი. ურთიერთობა გაქვთ მუდმივად მსმენელთან სცენი და რასაც კი, სხვა შორის წარმატებული რატო არის კონცერტი, იმის სულ ამას ვეუბნები ხოლმე ადამიანებს და იმიტომ არ ვეუბნები რომ რაღაც თავმდაბლობის გამო თქო რა, ანუ რეალურად ჩვენ კი არ ვატარებთ მარტო კონცერტს ვატარებთ, ანუ ეგეთი სპეციფიკა გვაქვს კონცერტის ჩატარებას, ეგეთი ჩამოყალიბდა რა ბოლოს. ესე იგი, ვინც ვართ, ანუ მაყურებელი და ჩვენ ერთად ვატარებთ კონცერტს, ანუ ის არ არის რომ ისინი გვიყურებენ ახლა და აი როგორ ამა კარგად და სცენიდან ზემოდან რა კაია და აბა წავედი სახში ესეთი კონცერტები არა გვაქვს ჩვენი კონცერტი არის ერთიანობაში რაც გამოდის ეგ გამოდის თუ გრამეს გვეშლება და ცუდად ვღერით ერთად გვეშლება თუ კაია ერთად არის კაი და ხალხში გიორგი ხშირად ჩამოდის დადის აქეთ იქით ასე ვთქვათ დარბაზი იქნება თუ ღია სივრცე ერთად მღერიან როგორც თქვა ერთად ეშლებათ ან ერთად არ ეშლებათ და ეს ზოგჯერ ისეთი მომღერალია ხოლმე მაყურებელში, რომ აი არ ვიცი, უმაგრესი, ვიღაც ბევრჯერ აღმოგვიჩენია, კიდე ერთ-ერთი ის მიმართულება ასე რა ჩამოყალიბდა ჩვენიო. განსაკუთრებული თვისება გაქვს, რომ ცნობ თან. და შორიდან სხვათა შორის, მართლა აი რო უყურებ, აი ოდნავ თან ხმამ ეს თან რაღაცნაირად თავდაჯერებული მზერა აქვს, ზოგჯერ არ ამართლებს ეგ. ზუსტად, მაგრამ ხანდახან ალკოჰოლი აკეთებს მაგ თავდაჯერებულ მზერას. იცი რა მინდა კითხოთ, როდესაც ესე ძენიჩი არის ჯგუფი, ძალიან რთული ახალ-ახალი სიმღერების შემატება, იმიტომ რომ რა გაამართლებს და რა არა აღარ იცი. აქედან გამომდინარე, როგორ არჩევთ რეპერტუარს, რომ აი ეს თამასა არ დაიწიოს ქვემოთ და ყოველ ახალ ჰიტს ახალი მიემატოს. ეს როგორ ხდება? ძალიან რთულია ამავდროულად რეპეტიციების გაკეთება ამ გრაფიკიდან გამომდინარე და ესეთი ამბავი გვაქვს ხოლმე ჩვენ რომ მივდივართ კონცერტები გვაქვს ხოლმე, სადაც რჩებით მოკლედ. კონცერტის მერე დაახლოებით 1 საათი შევისვენებთ და მერე უკვე რომელიმე ადამიანის ჩვენი წევრის ოთახში ვაკეთებთ ხოლმე რეპეტიციებს და იგიბადება ხოლმე ახალი კომპოზიციები, ახალი აზრები ასე შემდეგ და ეს რეპეტიციაზე რომ სარეპეტიციოში შევიკრიბოთ და მივიდეთ, ამის რო არ გვაქვს. სამწუხაროდ თუ საბედნიერო. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა თქვენას დასვიდა. კარგი იქნება თუ ზოგადად ახალგაზრდების ყველა ვინც რაღაცა შეიძლება ადამიანო წარმატებას მიაღწიოს და ამ წარმატებამ ისე შეგბოჭოს მერე, რომ შემდეგი ნაბიჯები ვეღარ გადაგა. ეს ბევრს ემართება ზოგადად. კომფორტის ზონიდან გამოსვლის არავის არ უნდა მოერიდოს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა სიმღერამ ისეთი ფურორი მოახდინა, რომ აი ამის მეტი ახლა აღარ უნდა გააკეთოს, ხო სიტყვაზე ჯგუფმა, მაგრამ ესე ხო არ გაჩერდები, ანუ უნდა აკეთო ძალიან ბევრი სიმღერა შეიძლება საერთოდ ჩვენ მაგალითად გამოვუშვით სიმღერა რომელიც გვეგონა რომ ძალიან პოპულარული გახდებოდა მაგრამ ნუ არავინ არ იცის ანუ მაგრამ სამაგიეროდ გამოვუშვით სიმღერა კიდე რომელიც ძალიან შეიყვარა ხალხმა დღეს ეხა ეს სიმღერა რომელიც გამოვუშვით ხო შეიძლება ძალიან მოეწონოთ შეიძლება არ მოეწონოთ მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ ეგ არის შემოქმედებითი პროცესი რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი პროცესი გიორგი ესე ხო არ გაჩერდებიო ბრწყინვალე ფრაზა თქვი და ესე ხო არ გაჩერდებიო გითხარით სამომავლო გეკითხა ზუგდიდის მერე რა ხდება სად მივდივართ ზუგდიდის მერე მივდივართ ბათუმში განდაგანას ფესტივალზე ესე დასავლეთ საქართველოს და ბათუმიდან მოვდივართ კასპში და თბილისელები დედაქალაქის მკვიდრებისთვის დედაქალაქში გავაკეთებთ რაღაცა ივენტს აუცილებლად ვფიქრობ ოქტომბერში გავაკეთებთ ისეთ ივენტს სადაც არ იქნება ძალიან მასშტაბური, ბუნებრივია, იმიტომ რომ რომელიმე ალბათ სადმე ობიექტზე ისეთ ადგილას გავაკეთებთ, სადაც ერთი ალბათ მაქსიმუმ 500 კაცი შეიკრიბება და გავაკეთებთ ისეთ გემრიელ კონცერტს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები ვუსურვოთ ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც დაიპყრეს მართლა მთელი საქართველოს გული და ძალიან კარგია რომ სულ ახალ-ახალ სიმღერებს თავაზობთ, საკუთარი რეპერტუარი გაქვთ არამხოლოდ კავერები, რაც სამწუხაროდ პოპულარულია ხოლმე და თქვენ საკუთარ სიმღერებზე ამღერებთ და აცეკვებთ თქვენს ერთგულ მსმენელს. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, თქვენი მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ყველა შემოქმედებით მოღვაწე ადამიანისთვის. დიდი მადლობა ადამიანებს, რომლებიც გვისმენენ და მათზე დგას ჩვენი ყველაფერი, აბსოლუტურად მათთვის შრომობთ. მსმენელსა და მაყურებელს ასე. მადლობა. მადლობა წარმატებები. სანამ